20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე ასე ქვია კვლევას, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის მიხედვით ხარვეზებია საპარლამენტო კონტროლში კერძოდ რეგლამენტი ნათლად არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის ზეპირად წარდგენის ვალდებულებას. მინისტრებისთვის სამთავრობო საათის ფარგლებში შეკითხვების დასმას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს არ გააჩნია მინისტრებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ბერკეტი, რაც მიიჩნევა, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი და იმისთვის, რომ გახდეს კანონი უფრო დემოკრატიული აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამ კვლევით, რომელიც პრეზენტაცია დღეს ხდება, დასტურდება, რომ საპარლამენტო კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, დაზვერვის სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყებების მიმართ იყო საკმაოდ სუსტი. უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური მხარდაჭერა თუ კი ქონდა გამოხატული პოლიტიკურ გუნდს, არ ხდებოდა შემდგომ არანაირი კრიტიკა, არანაირი ანგარიშვალდებულება, რაც საბოლოო ჯამში მივყავდით იქამდე, რომ ვიღებდით უკონტროლო, არაკონტროლირებად და ზოგიერთ შემთხვევაში თვითნებურ გადაწყვეტილებებს საპოლიციო და უსაფრთხოების სისტემაში. უმთავრესი არის მაგალითად პრემიერის ანგარიში წარდგომის თემა, რომელიც მკაფიოდ არ არის დარეგულირებული, ასევე ხარვეზებს შეიცავს სამთავრობო საათი, ანუ მინისტრების პარლამენტში მისვლის რეგულირებები, რის გამოც მაგალითად უკანასკნელი მოწვევის პარლამენტებში საერთოდ არ გამართულა ეს პროცედურა.